კარგი, ნუ ნერვიულობ დიანა. ხო, გოგოებო, ეს საერთოდ ნორმალურია? ჩვენ სკოლაში იმისთვის მოვიდა, რომ მე დავეჩრდილე? არა, ეგ არ მოხდება. ხო, თან ჩვენ სკოლიდან არც არის. წავიდეს რა თავის ძველ სკოლაში. ხო, ზუსტად. და იცი რა არის სასაცილო? ყველა მასთან არის. გოგოებო, ძალიან ზედმეტები მოვიდა უკვე მართლა. ჩვენ სკოლაში მოდის, დადის აქეთ-იქით, ტრაბახობს და იცით რა? ყველა მას აქცევს ყურადღებას. საერთოდ საკუთართავი ვინ გონია? ჯანდაბა დიანა, რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? რა და უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, გეყოფა ტრაბახი კნობა? არა, იანა, უკეთესი იდეა მაქვს. ჩვენ მეტი პოპულარობა გვჭირდება. ხო, მართლა კარგი იდეაა, მაგრამ აქ სკოლიდან როგორ აპირებ მაგის გაკეთებას, როცა საპირფარეშოში ჩიპს ჭამ? გოგოებო, არ ენერვიულოთ, გზას ვიპოვი, მაგრამ ახლა წავიდეთ ვივარჯიშოთ. დარწმუნებული ვარ, ისეთი პოპულარული ვიქნები, მას აღარავინ შეხედავს. ხო, მართალია დიანა. ვა, კნოპა, ეს ოქროს ჯაჭვია? კი, ოქროს ჯაჭვია. თმას შეიცვალე? კი, შევიცვალე. მისმინე კნოპა, დღეს პარკში წავიდეთ? არ ვიცი, ამ ბოლო დროს ყველას ჩემთან ერთად უნდა დროის გატარება. ბიჭებიც წამოვლენ. ბიჭები, აი ეს ბიჭები. ვა, კნოპა, ესეთი ფერის ელასტიკები სად იყიდე? მეც მითხარი რა. ეი, ჯიჯი, შეგიძლია ხელი გამიშვა? ჯანდაბა, კნოპა, ესენი ორიგინალებია? ყალბები არ არის, ხო? მისმინე ჯიჯი, ყველაფერი რაც მაქვს ორიგინალია. შენ შეიძლება კონდეს რამე ყალბი, გამიშვი ხელი. ჯანდაბა, ჯული, კნოპა რა უხეშია. მისმინე მარიუსა, ის არის რაც გჭირდება. კნოპა, მოდი მეგობრები ვიყოთ. ჩემს უნამოს გათხოვებ ხოლმე. ჯობია შენის უნამო თვითონ გამოიყენო, ოღონ თავი დამანებე. უი, მე რა იყო, რა უხეში ხარ რა? დაინახე მან გოგოები როგორ მიატოვა? ესე იგი შეუძლია რომ ჩვენს გუნდს შემოვერთდეს? ო, მართალია, კნოპა გინდა ჩვენს გუნდში იყო. თქვენ ბანდაში? არა, მე გარმინდა. ო, კნოპა, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა ბიჭებო, კარგად ვარ თქვენ? სხვათა შორის ამათმა ძალიან დამღალის მაშინებენ უკვე. ხო, ისინი ყველას აგიჟებენ. მარტო დავკვდოვეთ. მეგობრებო, მოდით მარტო დავტოვოთ, თორე აღარ გვემეგობრებია. და ახლა არიან თქვენი მეგობრები? ჩვენ მეგობრები ვართ? არა, ეს დაინახე? ხო, მაგრები ვიდიქცევია. გოგოებო, ამას შეხედეთ, კნოპამ კიდე ყველა თავის გარშემო შეკრიბა, კიდევ ერთხელ. ხო, პატარა თაგვიეგ. კარგი, ეგეთი ცუდიც არ არის. ლეილა! ვა, ნახეთ, საპირფარეშოდან სტაფილოები გამოვიდნენ. ეს უნდა დავიმახსოვროთ, სტაფილო, ეს ახალი სახელია. რა? კნოპა, რა დაგვიძახე? სტაფილოები? ჩვენ ჩერლიდერები ვართ და დამერწმუნე, ჩვენ ახლოსაც ვერ გაგვეკარები. მისმინე პატარა თაგვო, ეს ხალხი შენს გარშემო იმას არ ნიშნავს, რომ მაგარი ხარ. ხო, წადი და შენ სკოლაში იტრაბახე. ჩემ სკოლაში და გავიწყდეთ, რომ ამ სკოლაში 7 წელი გავატარე და ბოლო დრო შევიცვალე სკოლა და ეგეც შენ გამოიყო. ხო, კნოპა, დაბრუნდი, მეგობრები ვიქნებით, ძმებივით. გოგოებო, ეს დაინახეთ? კი. დიმა, თან რაღაც ვერ გავიგე. ახლა შენ კნოპა მოგწონს და მე აღარ გაინტერესებ და ამიტომ აღარ გამომეკიდები ხოლმე? არა, დიანა, კნოპა ძმაკაცივითაა, მე შენ მიყვარხარ. ჯანდაბა, დიმა, დიანამ შეგაშინა? არა, კნოპა, არ ეშინია, უბრალოდ ჩხუბი არ უნდა. ო, ჩვენ მოვრჩით. ესე იგი მე მაქვს შანსი კნოპასთან. უი, მე დიმა რა ლაჩარია, მე მეგონა უჩვენებდა დიანას. მარიუსა, შენ ეხლა გაიგე რომ დიმა ლაჩარია? არ არის ლაჩარი, შეხედეთ მის ჩაფხუტს. ძალიან კარგი დიმა, გინდა რომ შემომიერთდე კაფეტერიაში შემდეგ დასვენებაზე, შეგვიძლია კაკაო დავლიოთ? დიანა, სერიოზულად გამიხარდება რომ შემოგიერთდე? დიმა, ჯობია უარი უთხრა. ძალიან კარგი დიმა, მაშინ კაფეტერიაში გნახავ შემდეგ დასვენებაზე. კოსტა, ეს გაიგონე? მე კაფეტერიაში შევხვდები, კაკაოს დავლევთ ერთად. როგორი სულელიც იყავი, ისეთივე დარჩი, უბრალოდ გიყენებს. კნოპა, არ მადარდებს, მე შენ მიყვარხარ. დიმა, უკვე დროა ძალაა ჩვენო. ჯანდაბა, დიმა, დიანასთან ისტორია თავის თავს იმეორებს. კარგით, გოგოებო, გავარკვია, როგორც უნდა მივიღოთ პოპულარობა. როგორ და ორ ბიჭს ერთად შევხვდები? რა? ვის? რას გულისხმობ ვის? დიმას და სმაილიკს, მაგრამ სმაილიკმა რო გაიგოს? როგორ გაიგებს, არ ვეტყვით. არა, გოგოებო, მიზანი ის არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს. სმაილიკთან მერე მოვაგვარებ ყველაფერს ავუხსნი. მართალია და მერე კნოპასთან აღარავინ აღარ იქნება. დიანა, რა ჭკვიანი ხარ? ხო, გოგოებო, თან ყველას დავიწყდება კნოპა და აქედან წავა საერთოდ. ხო, სმაილ, 3 კატლეტი ზუსტად საკმარისი. მე ის ბარდის პუდინგი მომეწონა. სმაილი, გამარჯობა, პროვასტი. სმაილი, კიდე პუდინგი შეჭამე? ხო, რატომ? სმაილი, ხომ გითხარი რომ არ გეჭამა პუდინგი, როცა შემდეგ მე უნდა ვნახო? რატომ არ უნდა შევჭამო? ჩემი საყვარელია. კარგი, სმაილი, მაშინ შემდეგზე მე ნიორს შევჭამ. პროვასტი, თევზი ჭამე? ხო, შევჭამე. ჯანდაბა, პროვასტი.
კარგი რა, არ მესმის, კიდე ვინ მოიპარავდა ჩემ ფანქარს, რომელსაც ვარსკვლავები ახატია? 50 რუბლი დამიჯდა. ლეილა, კიდევ ეგ? არავის არ ჭირდება შენი ვარსკვლავიანი ფანქარი. ხო, ჩვენი ვარსკვლავები გვყავს, აი? ჯანდაბა გოგოებო, შემომოწმებინეთ თქვენი ჩანთები, აბა ვის აქვს? ხო, გოგოებო, მიხედეთ თქვენს კალმებს და ჩვენ ვივარჯიშებთ. კარგით, ბიჭებო, შემდეგ დასვენებაზე გნახავთ, კარგად. კარგად სმაილიკ და იცოდე ეგ პუდინგი აღარასდროს აღარ შეჭამო. ხო, და შენ თევზი ბროვასტი. გოგოებო, მაჩვენეთ თქვენი ჩანთები. ჯანდაბა ლეილა, ხო, ეს შენი ფანქრები რა. აჰა, შეხედე, არაფერი არ არის აქ. ხო? კარგით გოგოებო, მჯერა, მაგრამ აღარასდროს შეეხოთ ჩემ ნივთებს. მარტო დავგვტოვეთ. მაგრამ ჯანდაბა, ყელშია ეს გოგოები. მოდით გარეთ გავიდეთ. ხო, შორს ამ გოგოებიდან. ჯანდაბა გოგოებო, დამღალეს ამ ბიჭებმა. ხო, უი, კნოპა, გამარჯობა. მორჩა გაკვეთილი უკვე? და შენ აქ რატომ ზიხარ, ვინმეს ელოდები? მისმინე კნოპა, რას ფიქრობ ჩვენ გუნდზე? შემოგვიერთდი, ხო, სახალისო იქნება. ახლა ჩემ სკოლაში უნდა წავიდე ისტორიის გამოცდა მაქვს, მაგრამ ვიფიქრებ თქვენს შემოთავაზებაზე. ჯანდაბა, დიანა, ეგ სიგიჟეა. ხო, რატომ უნდა აკოცო დიმას კამერაში? რას ნიშნავს რატომ გოგოებო ვერ ხვდებით? მინდა რომ თელმა სკოლამ დამინახოს როგორ კოცნი დიმას და მე რა, იქნებ სმაილიკმა დაინახოს. არა, მარტო სმაილიკი არა, თელმა სკოლამ უნდა ნახოს. და მაგის მერე დიანა, ჯანდაბა გოგოებო, მართლა არ გესმით? შემდეგ სმაილიკს ვაკოცებ კამერაში და მთელი სკოლა დამინახავს. გავიგე დიანა, ყველა იფიქრებს რომ ორ ბიჭს ერთად ხვდები, მაგრამ მერე გოგოებო, მაგის პოპულარობას მივიღებ, მთელი სკოლა ჩემზე ილაპარაკებს და კნოპას დაივიწყებენ. დიანა, შენ ისევ აქ ხარ? აქ ვარ დიმა, გოგოებო, დაგვტოვეთ. წარმატებები დიმა. დიმა, კაკაო მოგიტანე უკვე. დიანა, სერიოზულად, ჩვენ ერთად ვიქნებით? რა თქმა უნდა, დიმა. დიმა, მოდი უფრო ახლოს. ნუ გრცხვენია. დიანა, ძალიან მიხარია. დიმა, მეც ბედნიერი ვარ რომ მოხვედი. კარგი რა, საკმარისია უკვე. ბიჭებო, ეს დაინახეთ. ეს გავაკეთე, დიანა, ძალიან მიხარია. დიმა, მეც ბედნიერი ვარ რომ მოხვედი. საერთოდ იცოდე რომ ძალიან მომენატრე იმ დროის მანძილზე რაც სმაილიკთან ვიყავი. დიანა, ძალიან მიხარია. დიმა, მეც ბედნიერი ვარ რომ მოხვედი. საერთოდ იცოდე რომ ძალიან მომენატრე იმ დროის მანძილზე რაც სმაილიკთან ვიყავი. დიანა მართლა არ ხუმრობს. ხო, და სწორსაც აკეთებს. კნოპამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ჯობია თავის სკოლაში წავიდეს, ჩვენსაში კი არა. გოგო, ეს ვერ გავიგე ვერაფერი. ვისთან არის დიანა, სმაილიკთან თუ დიმასთან? ვერ გავიგე. ჯიჯი, ვერ იქნება ეგ სიმართლე. დიანა დღეს კაფეტერიაში სმაილიკთან ერთად იყო. სასაცილოა. კარგით, ისინი ერთად იყვნენ და ახლა აღარ არიან. მოიცადე, მინდა ვნახო, აბა თუ აკოცებს. მოიცა? ნახე, ვაიმე, აკოცეს. მათ აკოცეს, ჯანდაბა, მორჩა დიანა სმაილს დაშორდა. გოგოებო, გადავწყვიტე, თქვენ გუნდში მინდა და შეიძლება საერთოდ ამ სკოლაში გადმოვიდე. ხო, მაგრამ გოგოებო, ახლა ანუ დიმა და დიანა ისევ ერთად არიან? მაგრამ ის ხომ სმაილიკს ხვდებოდა. როგორც ადრე იყო ისია, არ არის, იანა ისევ კალათბურთელს ხვდება. არტემ, ვიდეო თავიდან ჩართე, მინდა მათი კოცნა ვნახო. აი პატრიკ, უყურე. მისმინეთ, ბროვასტი, შეგიძლიათ ცოტა ხანი დაგვტოვო, სმაილიკს უნდა დაველაპარაკო, პირადულია. დიანა, არაა პრობლემა, იანა კაფეტერიაშია? კი, უკვე იქ არის, შეგიძლია იპოვო. მისმინე, სმაილიკ. ხო, დიანა, რა მოხდა? მისმინე, სმაილიკ, ძალიან დიდი ხანია მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ. დიანა, მეც ძალიან მიყვარხარ. სმაილიკ, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ. დიანა, მეც ძალიან მიყვარხარ. რა? ჯანდაბა, ეს რა ხდება საერთოდ? ეს ყველაფერი დაინახეთ ახლა? ორი ბიჭი ერთად? რა? ჯანდაბა, უყურეთ ერთი დიანას, უნდა რომ მთელი ყურადღება მასზე იყოს. თქვენ გუნდში ვიქნები, გადავწყვეტეთ, თქვენ სკოლაში გადმოვდივარ. რა, დიანა, ორი ბიჭი, კნოპა, თავით აგვანებე რა, არ გვცალია. ბავშვებო, რა ხდება? ასე დაძაბულები რატომ ხარ? აქ რა ხდება? ჯანდაბა, დიანა, შენ ისევ სმაილთან ხარ? დიანა, სმაილიკთან ერთად ხარ თუ დიმასთან ერთად? თუ ორივესთან ერთად? ბავშვებო, ეს თქვენი საქმე არ არის. სმაილიკ, წავიდე. დიანა, რაზე ლაპარაკობენ? დიმამ რა გააკეთა? სმაილიკ, არ ინერვიულო, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი, ეს უბრალოდ პოპულარობისთვის გავაკეთე. დიანა, პოპულარობისთვის? კი, სმაილ, პოპულარობისთვის გავაკეთე. და ბავშვებო, ასე არასდროს არ მოიქცეთ. არასდროს იტრაბახოთ სკოლაში. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად დააჭირეთ ზარს. გნახავთ, კარგად!
ვა, იანა ძალიან ლამაზია. მე დიანა მომწონს. ლეილაც ძალიან ლამაზია. ჯანდაბა ბრაუს, შენ იანასთან არ ხარ? გამარჯობა, გაიცანით ახალი ჩირლიდერი. რა? ეს ფორმა საერთოდ საიდან გაქვს? სხვების კარადებში დაძვრები? ეგ ფორმა შენი არ არის. ხო, და არც ჩვენს გუნდში ხარ. სხვათა შორის ამ სკოლაში გადმოვედი და ახლა მეც უბალეშიკებ კალათბურთელებს. რა, შენს ოცნებებში? გოგოებო, ეს გაიგეთ? ჩვენს კალათბურთელებს უბალეშიკებს თურმე. ხო, მე მივხვდები იმისა, რომ არ ვყავს კალათბურთელი, მაინც საშინელებაა მისი ჩვენს გუნდში ყოლა. ვა, შანსი არა, კნოპას შეხედეთ. გოგოებო, ეს დაინახეთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა რომ ჩვენს კალათბურთელებს ეტრაბახოს? აბა კაპიტანო, მაჩვენე შენი ვარჯიში, რადგან ჩვენს გუნდში ვარ. მისმინე, თუ კარგად არ გამოგივა, აქედან სამთვლაზე გაფრინდები და საერთოდ არ მაინტერესებს როგორ მოხდი ჩვენ გუნდში. მე მზად ვარ. მისმინე, აქ სუსტების ადგილი არ არის. ხო, ფრთხილად რთული იქნება. კარგით გოგოებო, დავიწყოთ ჩვენი ვარჯიში. კალათბურთელებო, გაერთეთ. წავიდა. ვუ! 1 2 3 4 5 6 აუ კნოპა ცოტა უკან გადაიწიე. ხო კნოპა დაბრუნდი შენს ადგილას, მოდი აქ. ჰეი, გამიშვით, იქ დავდგები სადაც მე მინდა. კნოპა აქაურობას არ ეკუთხო, მეც გეთახმები. საერთოდ აქ როგორ მოხდა? ბებია მისი უძველესი ჩირლიდერია. გოგოებო, ყურადღება არ გაგეფანტოთ იცოდეთ. 1 2 3 4 1 2 3 4 არტემ ძალიან მიხარია რომ გამოსაშვებზე დამპატიჟე. შენი აზრით ეს მართლა მაბედნიერებს, უბრალოდ სხვა არავინ არ შემხვდა. არტემ, მოდი აქ ჩქარა, უნდა ვივარჯიშოთ ვალცში, თუ გვინდა რომ საუკეთესოები ვიყოთ მთელს ოთახში, გასაგებია? პატრიკ, ძალიან მიხარია რომ გამოსაშვებზე ერთად მივდივართ. მეც ძალიან მადლობელი ვარ. აუ, არტემ, ფრთხილად იყავი. ასე თუ დამეჯახები კიდევ ერთხელ თან მით უმეტეს გამოსაშვებზე წკაბ და ოთახში საერთოდ აღარ იქნები. გასაგებია, აღარ იქნები. ჯიჯი, დამშვიდი, ჯერ ხო არ ვართ გამოსაშვებზე. ჯიჯი, გამოსაშვები ორ თვეშია, ვისწავლით ყველაფერს და ცეკვაც კარგი იქნება. ხო და გააგრძელე ვარჯიში. არ მინდა რომ ვინმე გამოსაშვებზე დამეჯახოს, გასაგებია? არტემ. გრუშა, გავაგრძელოთ ცეკვა. მოდი არტემ. მისმინე პატრიკ, მოდი ვალცის ცეკვა დავიწყოთ. არა მარუსა, ძალიან მომწონს ნელა ცეკვა. ეს რა არის? კოსტა, მალე გამოსაშვებია და რეპეტიციები და ჩვენ გამოსაშვებზე როგორ უნდა წავიდეთ? მე დიანას ვთხოვ გამომყვეს. დიანას ვინმე ისეთი ნახე, ვინც გამოყვება. რას შვებით, რეპეტიციობთ? შეხედე ამ წყვილებს. ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ხო, ძალიან უხდებიან. შეგშურდათ, ჩვენ გოგოები გვყავს და თქვენ არა. აბა კოსტია, ჩემთან ერთად ცეკვა არ გინდოდა, ამიტომაც ახლა არტემთან ცეკვავ. ჯული, შეწყვიტე მისი ყურება. დიმა, აბა შემოგხვედე, მე პატრიკთან ერთად ვარ. ჯანდაბა, ვინ გონიათ რო არიან? კოსტა, ამათ ცეკვას შეხედე. ეს ცეკვა არ არის, სირცხვილია. წავიდეთ, დიმა. დიმა, იქნებ წამოსვლაზე უარი თქოს. არ მეტყვის. უარს მეტყვის თუ მე ვკითხავ, მაგრამ შენ თუ კითხავ, აღარ მეტყვის. კარგი, წავიდეთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. კოსტა, უნდა უთხრა, რომ ეს მნიშვნელოვანია. კარგი, ვეტყვი. 1 2 3 4 დიანა, შეგიძლია ერთი წუთით მოხვიდე? კოსტია, რა გინდა? დიანა, ერთი წამით შეგიძლია, რაღაც უნდა გითხრა. მოიცადე კოსტია, კარგი, გოგოებო, არ გაჩერდეთ, გააგრძელეთ ვარჯიში. დავიწყოთ. 1 2 კნოპა, შენ არ ხარ კაპიტანი, დაიკავე დროზე შენი ადგილი, უყურე ერთი. კნოპა, დაიკავე შენი ადგილი. გავაგრძელოთ ვარჯიში. 1 2 3 4 ვუ! კოსტია, რა გინდა? იცოდე, ერთი წუთი გაქვს, უნდა ვივარჯიშო. ჩემი ბრალი არ არის, ამან გთხოვა რომ აქ მოსულიყავი. ჯანდაბა დიმა, ვარჯიშის დრო მაქვს, ჩვენ კიდე აქ დარბი ხარ და მაცდენ, რა გინდა? კარგი დიანა, ხომ იცი, გამოსაშვები ორ თვეშია. მე კი მეწყვილე მჭირდება. მინდა გთხოვო, რომ გამოსაშვებზე ჩემი მეწყვილე იყო. ჯანდაბა დიმა, საერთოდ გაგიჟდი? აქ იმისთვის მოხვედი, რომ მომაცდინო ჩემი ვარჯიშისგან და ერთ მუხზე დადგე და მთხოვო, რომ შენი პაემანი ვიყო? არ შემიძლია. თან ხო იცი, რომ სმაილიკთან ერთად მივდივარ. დიანა, რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად წახვალ? სმაილი სხვა გოგოს იპოვის, ეს პრობლემა არ იქნება. კოსტია, გაგიჟდი? რას გულისხმობ სმაილიკი ვინმე გოგოს იპოვის? და გავიწყდო, რომ ისი შეყვარებული ვარ. ჯანდაბა დიანა, მე დავიჩოქე და გეხვეწები, სმაილი ამას შენთვის არასდროს არ გააკეთებს. ოპა, აქ რა ხდება? დროზე მითხარით. სმაილ, აი დიმას შეხედე, უნდა რომ მასთან ერთად წავიდე გამოსაშვებზე. სმაილ, ეს არ არის კარგი. მომისმინე დიმა, რამე პრობლემა გაქვს? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ დიანა ჩემი არის და ჩემთან ერთად წამოვა გამოსაშვებს. ირჩევნია არ შემეხო. ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. მომისმინე დიმა, დამშვიდდი, ეს უბრალოდ გაფრთხილება იყო. კოსტა, ალბათ შენ იანას დაპატიჟებას გეგმავ.
მომისმინე ბრაუს, აქ იანა რა შუაშია. დიმა, ხომ მითხარი ნამდვილი ვინმე გეპოვნა? დიანა, შენი თავი ვინ გონია? დიმა ახალმეწყვილესაც იპოვის. იცი რა კოსტია, ზედმეტები მოგდის უკვე. საერთოდ არ უნდა დაგეძახა მაშინ ჩემთვის აქ. სმაილ, დასვენებაზე გნახავ. მომისმინე დიმა, თუ დიანას დევნას არ შეწყვეტ, ჩემს თავზე პასუხს ვეღარ ვაგებ. რა? ვერც მე ვერ ვაგებ ჩემ თავზე პასუხს. დიმა, გირჩევა არ გამაბრაზო. წამო დიმა, შენთვის მეწყვილები შოვოთ, საუკეთესო და ყველაზე ლამაზ, წავედით. კარგად სმაილ და გირჩევა აღარ შემეხო. სმაილ, რამე უნდა გავაკეთოთ ამ დიმაზე, საკუთარი თავი ვინ გონია? ხო, წადი შენს გზაზე, თორე ჩაფხუტი საკმარისი აღარ იქნება. მომისმინე, შენ ნაწნავი მოიშორე, ცოფიანი. მომისმინე, ეს ნაწნავი არ არის, შეკრულია. მოკლედ მეგობრებო, მომისმინეთ, წინა წელს გამოსაშვების მერე წვეულება იყო ჩემს სახლში და მსოფლიოში ყველაზე ლამაზმა გოგომ მაკოცა. ვაუ! არტემ მორჩი ტყუილებს. ხო, უბრალოდ ტრაბახობ. შენი აზრით ვინ ტრაბახობს? მე წინა სკოლაში ყველა გოგოს მე მოვწონდი და ყველაზე ლამაზსაც ჩემთან დაქორწინება უნდოდა. რა რომანტიკულია. არტემ, კიდე უნდა მას შენზე დაქორწინება, იმიტომ რომ ახლა მე მინდა რომ შენზე დაქორწინდე. ჯული, ჯობია სკოლა დაამთავრო. იცით რა ბავშვებო, შეიძლება გამოსაშვებზე მართლა მოხდეს რამე სასწაული. მაგალითად, არტემ, მე მგონია რომ მე და შენ დავქორწინდებით. ჯიჯი, უბრალოდ ვალსი უნდა ვიცეკო და მორჩა. ჯიჯი, რას გულისხმობ დაქორწინდებით? ჯერ უნდა დაამთავრო სკოლა, იპოვო სამსახური და მე უნდა იფიქრო საერთოდ ქორწინებაზე. ხო, მარუსა, გეთანხმები სამსახურს ვიშოვი და დავქორწინდებით. დიანა, მინდა რომ გამომიგზავნო ცხრილი, რომ არ დამაგვიანდეს ხოლმე ვარჯიშზე. მისმინე კნოპა საერთოდ თუ გაინტერესებს რამე, შეგიძლია ვებსაიტზე შეხვიდე და ჩირლიდერები ნახო და იქ წერია საერთოდ ყველაფერი. მე არაფერს გამოგიგზავნი, მაგრამ მინდა რომ შენ გამომიგზავნო. უი, შეხედეთ, ახალი განცხადება არის. ჩირლიდერის კოსტუმი დაიკარგა? თუ ვინმე რამე იცის, უთხარით დირექტორს. რა? ჯანდაბა სკოლაში ქურდები ყავს, უნდა მოუფრთხილდეთ, თორე ვინმე ჩემ კოსტუმსაც მოიპარავს. ნეტა ვინ იყო? ხო, ნეტა ვინ იყო? მე მგონი ის გოგო, რომელსაც ძალიან უნდა რომ გახდეს ჩირლიდერი. ხო, და მგონი ამ გოგოს სახელია კნოპა. გოგოებო, მომშორდით. მე ეს ფორმა არ მომიპარავს. მე ხო, აბა გისმენთ კნოპა. ავხსნი, დამაცადეთ. ხო, აგვიხსენი ძალიან გთხოვთ. მიდი. ჯანდაბა, რატომ ყვირი ხარ? დირექტორმა გთხოვათ გაჩუმებული ყავ. რატო ყვირით? არაფერი, უბრალოდ ქურდი გყავს. კარგი კნოპა, წავიდეთ დირექტორთან, ძალიან დავიღალე. კარგი, ნუ ყვირით. სხვათა შორის მე თქვენთან შემოთავაზება მაქვს. აჰა, ბიჭებო, ეს გაიგეთ? ფეხბურთელებო, გაიგეთ? შემოთავაზება აქვს. ვიღაცას არ უნდა რომ დირექტორთან შევიდეს. რა მოხდა? ეს ყველაფერი რაზეა? ბიჭებო, შეგიძლიათ დაგტოვოთ, ეს თქვენი საქმე არ არის. არა, კნოპა, ყველას თვალწინ ვისაუბრებთ. ხო, ჩვენც გვინდა რომ ვიცოდეთ. გასაგებია, გოგოებო, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ბებია ჩემი არის ძალიან პატივცემული ჩირლიდერი და შემიძლია ხო, როგორ არა პატივცემული. გოგოებო, უნდა დამიჯეროთ, თუ დირექტორს არ ეტყვით, წავალ და ვთხოვ ბებია ჩემს რომ მაგარი ფორმები მოგცეთ. კნოპა და სიტყვაზე რატომ უნდა გენდოთ? გოგოებო, მოიცადეთ, კნოპა რა გარანტია გაქვს? თუ გინდათ შეგიძლიათ ჩემს სახლში წამოხვიდეთ და ბებია ჩემი დაგიმტკიცებთ რომ ფორმები აქვს. გასაგებია, ესე იგი ეს გოგოების ჩხუბია, არ გვაინტერესებს. ხო, წამო კაფეტერიაში კაკაო დავლიოთ. კარგი კნოპა, ესე იგი ახლა ჩვენ გამოვიცვლით და შემდეგ შენთან სახლში წავალთ. კი ბატონო, მე სიტყვის ადამიანი ვარ. კარგი, ბავშვებო, იცოდეთ, არაფერი არასდროს არ მოიპაროთ. ძალიან ცუდი საქციელია. და დაალაიქეთ ეს ვიდეო, იყავით გულწრფელები, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და ახლა ჩვენ წავალთ კნოპას ბებიასთან და ვნახავთ მართლა თუ მოგცემს ფორმებს.